ჩვენ გულისხმობთ მსხვერპლს, რომელიც მე საქართველოს მოქალაქემ უნდა გავიღო, თავისუფლებაზე ვარ ეს თქმით, ციხეში წასული, თუნდაც სიცოცხლეზე ვარ ეს თქმით. როცა საკუთარი სიტყვების გამართლებას ცდილობს, ამტკიცებს, რომ მსხვერპლში მხოლოდ საკუთარ თავს გულისხმობდა. ამტკიცებას კი დამაჯერებლობას ისევ მისივე ნათქვამი აკარგვინებს. გედევან ფოფხაძე ამ დროს მოთმინებას კარგავს. საუბარი არის ჩემს მსხვერპლზე, რომელიც მე უნდა გავიღო ამ ბრძოლაში. კონტექსტს ნუცვლით. ბოლო 24 საათში მსხვერპლად ქცეული გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მის განცხადებას კონტექსტი შეუცვალეს, თუმცა ის, რაც გუშინ იცმოდა, დღესაც მსგავსად ისმის. 26 მაისია მე მოგიწოდებთ რადიკალიზაციისკენ პროცესის და ამას სჭირდება მოთმინებაც, თავგანწირვაც, მსხვერპლიც თუ საჭირო იქნება. გედევან ფოფხაძემ ისეთი რამ თქვა, ღიად ნაციონალურმა მოძრაობამაც კი ვერ გაიმეორა. რადიკალებმა რადიკალური სურვილების დამალვა და ფოფხაძისაგან გამიჯვნა დღეს ერთმანეთის მიყოლებით სცადეს. იმის მიუხედავად, რომ მასზე ნაკლები არც ლევან ხაბეიშვილს უთქვამს. თუ ძალით გიზინა ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი არ გამოვეგ უნდა გვესმოდეს. ნაციონალური მოძრაობა უკვე 13 წელია ასრულებენ უბრალოდ დაქირავებული საფრთხობელების როლს ქართულ პოლიტიკაში. ამ რადიკალურ პროცესში ჩვენი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს წითელი ხაზია და ჩვენ არ ვიქნებით წარმომადგენლები. გედევან ფოფხაძესთან ერთად არ გვეგმავა არაფერს. რუსთაველზე ვიქნებით, სხვაგანაც სადაც ეკუთვნის ქართულ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს რა აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე. სად ვიქნები, სადაც პოლიტიკოსი უნდა იყოს ხალხთან, თბილისი იქნება, ზუგდიდი, ქუთაისი თუ ხაშური, რა ვიცი. ეს შეგიძლიათ 26 მაისს ნახოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტებს გექნებათ რუსთაველის გამზირზე მუშაობის საშუალება. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს მმართველი გუნდი უკვე მიეჩვია, თუმცა ოპონენტებისათვის ერთი რამის შეხსენება მაინც უწევთ, რომ ეროვნული დღესასწაულის ეროვნულ დაპირისპირებად გადაქცევის შესაძლებლობა არავის ექნება. მე მგონია ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს და გედი ფოფხაძეს ხმალამოწმდილებს და მონდომებულებს, რომ სისხლი დაიღოროს ამ ქვეყანაში. ისინი ცდილობენ შექმნან გარემო ისეთი, როდესაც სისხლი დაიღურება. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის გეგმა, მაიდანის გეგმა, რომელიც მადლობა ღმერთს და მადლობა შესაბამის უწყებებს და პირველ რიგში ქართულ ხალხს, რომ არ შესრულდა და ვერ შესრულდება ვერასდროს, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, რადიკალიზაციაზე პასუხი იქნება კანონის მიერ. ძალიან ფრთხილად იყვნენ განცხადებებთან მიმართებაში და ზოგადად ძალიან ფრთხილად იყვნენ რაიმის დაგეგმვაში, იმიტომ რომ ყველანი კარგად ხედავთ, როგორ ჩაუვარდათ ის რევოლუციური ცდილობები და მათმა პატრონებმაც კარგად ნახეს და გაიაზრონ და გააცნობიერონ კარგად. სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეს. ერთიანობის დღის ორად გაყოფის მედროშე სალომე ზურაბიშვილი იყო. მოთავემ მოკავშირეებთან კონსულტაციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად აღნიშვნა დააანონსა.